მოგესალმებით საღამოს 9 საათზე დღის მთავარ თემებს ჩემს კოლეგებთან ერთად მე თამთა სანიკიძე წარმოგიდგენთ. რამდენიმე წუთში თქვენ ნახავთ. ვანდალური აქტი იერუსალიმში ჯვრის მონასტრის კედლებზე უხამსი წარწერები გაჩნდა. გასაკვირად მეჩვენება რომ თქვა ასე ადვილად შეეღწია ეგ ვიღაცას, იმიტომ რომ ეს არის ძალიან კარგად დაცული მონასტერი. პრეზიდენტის უმაღლესი კლასის თვითმფრინავი მფლობელ კომპანიას უბრუნდება. Gulfstream 450 საქართველოს ბიუჯეტი წელიწადში 10 მილიონამდე უჯდება. ვინ თქვა უარი პრეზიდენტის კიდევ ერთი თვითმფრინავის შეძენაზე? განკუთვნილი ავია IP მომსახურებისათვის და ასეთი ტიპის ახალი თვითმფრინავის ღირებულება შეადგენს დაახლოებით 40 მილიონ ამერიკულ დოლარს. IRA-ის შემდეგ NDI-ის კვლევა სანდოობის თვალსაზრისით მეცხრე არხი ისევ ლიდერობს. ექიმების გარეშე დარჩენილი საჯარო სკოლები რატომ გაუქმდა სამედიცინო კაბინეტები და ვინ აწერს ხელს ბრძანებას, რომელიც მეცხრე არხმა ექსკლუზიურად მოიპოვა. ექიმის ინსტიტუტის სკოლაში აიგზავნა მანდატური შემოსვლის შემდეგ, თითქოს მათ უნდა შეეთავსებინათ ეს ფუნქციები. მანდატურები ჯერჯერობით არ არიან მზად. სრულყოფილად არ არიან მზად იმისთვის, რომ აღმოუჩინონ ბავშვის პირველადი დახმარება. საფუძველი ფორმალურ ყოველ შემთხვევაში ის არსებობდა, რომ არ არსებობდა ექიმის კვალიფიკაციის ჩარჩო. ვანდალური ფაქტი იერუსალიმში ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა ჯვრის მონასტრის კედლებზე შეურაცხმყოფელი ფრაზები და უხამსი სიტყვები დაწერეს. ინფორმაცია News.ru ისრაელმა გაავრცელა. რამდენიმე წუთის წინ კი მომხდარი შემთხვევა მეცხრე არხს ისრაელში საქართველოს ელჩმაც დაუდასტურა. წინასწარი ინფორმაციით იერუსალიმის პოლიციის განყოფილებამ ინციდენტის გამოძიება უკვე დაიწყო, თუმცა იჭმიტანილები ჯერ დაკავებულები არ არიან. დღევანდელი ფაქტი მონასტერში ვანდალიზმის პირველი შემთხვევა არ არის. დეტალების დადგენას ჩვენი კორესპონდენტი ნოდარ ჩაჩუა ცდილობს, რომელსაც ახლა პირდაპირ ეთერში ვხვდავთ. ნოდარ, რას ამბობს შენთან საუბრისას არჩილ კეკელია, რომელსაც რამდენიმე წუთის წინ ტელეფონით დაუკავშირდი. დიახთამთა ჩვენ უკვე აღნიშნული ინფორმაციის მიღებისთანავე დაუკავშირდით საქართველოს ელჩს ისრაელში, რომელმაც ეს ინფორმაცია და ვანდალური ფაქტი დაგვიდასტურა და განაცხადა, რომ აღნიშნული ინფორმაცია უკვე აღნიშნული ფაქტი მოხდა გუშინ საღამოს, მაშინ როცა იერუსალიმში ჯვრის მონასტრის მიმდებარე ჯვრის მონასტერზე შემოვლებულ ჯებირზე იყო გაკეთებული, საღებავით იყო გაკეთებული ქრისტეს მისამართით შეურაცხმყოფელი და მაგინებელი სიტყვები, ასევე საღებავით იყო დასრული ირგვლივ მყოფი და მდგომი ავტომანქანები და მასზე იგივე შინაარსის ებრაული შრიფტით იგივე შინაარსის ტექსტები ეწერა. როგორც საქართველოს ელჩმა ისრაელში განგვიცხადა, აღნიშნული ფაქტი უკვე დაგმო იერუსალიმის ელჩმა და მოუწოდა სამართალდამცავ რომ სწრაფად იქნას გამოძიებული ეს ფაქტი, რათა დროზე სასწრაფოდ დაისაჯონ ამის ჩამდენი დამნაშავეები, როგორც ისრაელის ელჩი ჩვენთან საუბარში აცხადებს, ეს პირველი ფაქტი არ არის, როცა რადიკალები მსგავსი ტიპის ქმედებებს ახორციელებენ. ასევე არჩილ კეკელიამ ჩვენთან საუბარში დაადასტურა ისიც, რომ მხოლოდ და მხოლოდ საღებავით დასრული არის ჯებირი, რომელიც შემოვლებული აქვს იერუსალიმში ჯვრის მონასტერს, რაც შეეხება შიდა ტერიტორია და შიდა პერიმეტრი, იმდენად არის დაცული, რომ მასზე არანაირი ზემოქმედება და ზეწოლა არ მომხდარა, როგორც დღეს, ასევე წინა ფაქტების განმავლობაშიც. ქრისტიანების და მხოლოდ ებრაელი ხალხის შეურაცხმყოფელი დარბაზების განხორციელება ჯვრის მონასტერზე დასახლების საშუალების სიტყვები იყო დაწერილი. ეს ყველაფერი დაგმო იერუსალიმის მერმა, ასევე დაავალა პოლიციას საფრთხეს გამოძიებული ეს ინციდენტი და პოლიცია განემატებოდა ჩართული ამბებთან დაკავშირებით ჩვენ ინფორმაცია დეტალები სწორედ პოლიციისგან მოგეწოდა. ასაერთოდ პირველი შემთხვევა არ არის ეს, რაც ჯვრის მონასტერზე განხორციელება მსგავსი შინაარსის დაწერების მოხდა კედლის ბოლოს. თამთა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით უკვე ინფორმაცია აქვს კულტურის სამინისტროსაც, როგორც ისინი აცხადებენ, ისინი დაუყოვნებლივ დაუკავშირდებიან საქართველოს საელჩოს და შეისწავლიან ფაქტს, რომელიც გავრცელდა, რომლის შესახებაც ინფორმაცია დღეს გახდა ცნობილი და ისინი დაუყოვნებლივ მიიღებენ ზომებს და ქართული მხარე აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით უკვე ოფიციალურ განცხადებას ფაქტის შესწავლის შემდეგ გააკეთებს. ახლა ვნახე ეს ინფორმაცია და ვიცი რომ ადრეც ყოფილა ესეთი შემთხვევები ვანდალიზმის, მაგრამ ისე ცოტა გასაკვირად მეჩვენება რომ თქვა ასე ადვილად შეეღწია ეგ ვიღაცას, იმიტომ რომ ეს არის ძალიან კარგად დაცული მონასტერი. მე ნამყოფი ვარ, მაინში ვიყავი ბოლოს და
ისე ძნელი ეგ შეღწევა თუნდ რომ თავის დაცულია მონასტერი და არ ვიცი ამიტომ მეც ვერაფერს ვერ გეტყვით სამწუხაროდ ძალიან მწუხარ გადავამოწმებ ამ ინფორმაციას და იქნება არც იყოს თქო მართალი რაღაცა უნდა მივიღოთ არ ვიცი ალბათ გავაკავშირეთ ისრაელის ასე რაღაც კარგო იმ უწყებას რომელიც პასუხისმგებელია თქვა ამ პატრონობაზე და ნახოთ რა ზომების მიღება შეგვიძლია სულ ცოტა გაწმენდა ხო ასე ვთქვათ ამ ზარალის აღმოფხვრა ანუ თუ კი კედელზე რაღაც წარწერა იმის მოხსნა მაინც და ვთქვათ სამომავლთაც ვთქვათ მეტი დასრულობის გარანტირება ამ მონასტრისა ის რომ მსგავსი ფაქტი პირველი არ არის ეს ინფორმაცია როგორც თქვენ უკვე მოისმინეთ და ადასტურა როგორც ისრაელში საქართველოს ელჩმა ასევე ადასტურებენ თითქმის ყველა ის ვისთანაც ინფორმაციის გადამოწმებას ვცდილობდით ჩვენ მთელი საღამოს განმავლობაში რამდენიმე წლის წინ მაგალითისთვის თავად ჯვრის მონასტერში დაცული შოთა რუსთაველის ფრესკასთან დაკავშირებითაც იყო მსგავსი ვანდალური ფაქტი ფრესკა იყო დაზიანებული შემდეგ კი აღდგენის პროცესის თავად დარღვევებით წარიმართა მე ასევე მაყურებელს შევახსენებ რომ დაახლოებით 1 წლის წინ ქართული მხარე ცდილობდა ჯვრის მონასტერს საქართველოსთვის გადმოეცათ, თუმცა ეს მოლაპარაკებები ქართულმა მხარემ მაშინ ისრაელთან წარუმატებლად დაასრულა. გმადლობთ ნოდარ ისრაელში მომხდარი ვანდალური შემთხვევა ნოდარ ჩაჩუას საუბრობდა პირდაპირ ეთერში თემაზე ბუნებრივია ჩვენ ამ ფაქტს ხვალინდელ საინფორმაციო გამოშვებებშიც მეუბრუნდებით. საქართველოს პრეზიდენტი შესაძლოა პირადი თვითმფრინავის გარეშე დარჩეს. $40 მილიონ შეფასებული Gulfstream 450 VIP მომსახურებით სავარაუდოდ მწარმოებელ კომპანიას უკან დაუბრუნდება. ახალი მთავრობა თანხის გადახდას აღარ აპირებს. თვითმფრინავი თავდაცვის სამინისტრომ 2011 წელს ლიზინგის წესით შეიძინა. ანუ სამინისტროს ყოველთვიურად 800,000 ლარი უნდა ეხადა, თუმცა ალასანიას უწყება ძვირადღირებული ლაინერის გამოსყიდვაზე უარს ამბობს და მზად არის ჯარიმაც გადაიხადოს. მალე ქვეყნის პირველ პირს ნომერ მეორე ბორტთან დამშვიდობება მოუწევს. მიხეილ სააკაშვილის მაღალი კლასის თვითმფრინავი უახლოეს მომავალში თბილისის საერთაშორისო აეროპორტს დატოვებს და მფლობელ კომპანიას დაუბრუნდება. თავდაცვის სამინისტრო პრეზიდენტის თვითმფრინავის საბოლოო შესყიდვაზე უარს აცხადებს და მომწოდებელ კომპანიასთან კონტრაქტს ოფიციალურად წყვეტს. ვაჭრებთ ამ შეძენას და აგრეთვე არის საკმაოდ ესეთი სოლიდური თანხები უკვე გადახდელი. და ერთ-ერთი მხარე, რომელიც ერთ-ერთი ასე ვთქვათ ნაწილი, რომელიც ჩვენ ინტერესს წარმოადგენს, ზუსტად გულისხმობს იმას, რომ ამ გადახდელი თანხის ნაწილი მაინც რამენერად უკან დავიბრუნოთ. 2005 წელს გამოშვებული Gulfstream 450 VIP პერსონებისთვის განკუთვნილი მაღალი კლასის ლაინერია. თვითმფრინავი საათში 900 კილომეტრ სიჩქარეს ავითარებს და შორი მანძილის დაფარვა შეუძლია. ავიაკომპანია აირზენას იურიდიული სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ კომპანიამ პრეზიდენტის ადმინისტრაციას თვითმფრინავის შეძენაზე რეკომენდაცია არ მისცა, რადგან ლაინერის შენახვა დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული. Gulfstream G450 გახლავთ ამერიკული წარმოების თვითმფრინავი, განკუთვნილია VIP მომსახურებისათვის. გამოშვებულია ეს თვითმფრინავი 2005 წელს და ასეთი ტიპის ახალი თვითმფრინავის ღირებულებაში ადგენს დაახლოებით $40 მილიონ ამერიკულ. ამერიკული წარმოების თვითმფრინავი თავდაცვის სამინისტრომ პრეზიდენტის მომსახურებისთვის 2011 წელს შეიძინა. ლაინერს კომპანია აირზენა ემსახურება. საჰაერო ხომალდის შენახვა სახელმწიფო ბიუჯეტს თვეში 800,000 ლარი უჯდება. არამიზნობრივი ხარჯია, რომ 80 მილიონზე მეტი დაუჯდეს საქართველოს ჩვენ ბიუჯეტს და ხალხს დამატებითი თვითმფრინავით უზრუნველყოფა საქართველოს პრეზიდენტის. სწორედ ეს საკითხი არის გადახედილი და ჩვენ ალბათ ამ ვალდებულებისგან გავთავისუფლდებით. პირველი პირის მეორობის საკითხს დღეს პრეზიდენტის პრესპიკერი განცხადებით გამოიხმაურა. პრეზიდენტი გადაადგილებისთვის იყენებდა ერთ საჰაერო ხომალდს, მეორე ბორტი კი მთავრობის განკარგულებაში იყო. არჩევნების შემდეგაც მდგომარეობა უცვლელი დარჩა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სულ პრეზიდენტს 2 ავიალაინერი და 3 ვერტმფრენი ემსახურება. ახალი სოციოლოგიური კვლევის შედეგები დამკვეთი NDI პერიოდი ნოემბრის მეორე ნახევარი თემები არჩევნები საგარეო პოლიტიკაში და პრობლემები დასაქმება მედია. სულ გამოიკითხა 2000-მდე ადამიანი. მონაცემების მიხედვით გამოკითხულთა 79% ბოლო საპარლამენტო არჩევნებს დადებითად აფასებს. საგარეო პრიორიტეტებად კი ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციას ასახელებს. ამავე კვლევაში საკმაოდ მაღალია უმუშევრობის მაჩვენებელი. ხელისუფლების შეცვლიდან 2 თვის თავზე მოსახლეობის 77%-ისთვის ნომერ პირველ ეროვნულ პრობლემად კვლავ უმუშევრობა რჩება. NDI-ის კვლევის მიხედვით მოქალაქეების უმეტესობა ყველაზე მნიშვნელოვნად სამუშაო ადგილებსა და ხელმისაწვდომ სამედიცინო მომსახურებას ასახელებს. მესამე საფეხურზეა ტერიტორიული მთლიანობა.
იმის მიუხედავად, რომ საზოგადოების სოციალური მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, საპარლამენტო არჩევნებისადმი ხალხის განწყობა უცვლელია. გამოკითხულთა 79% მიიჩნევს, რომ არჩევნები კარგად ჩატარდა და ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. ის ისტორიული არჩევნები, რომელიც 1 ოქტომბერს ჩატარდა საქართველოში, მოსახლეობის აზრით დადებითად არის შეფასებული. მოსახლეობის უმეტესობა ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება და პირველად ჩვენი კვლევების მანძილზე მოსახლეობის მოლოდინი მაჟორიტარი დეპუტატების მიმართ, რომ ის მათ ინტერესებს დაიცავს, გაცილებით მეტია. მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი, აბსოლუტურად ძალიან დიდი ნაწილი არ უჭერდა ნაციონალურ მოძრაობას მხარს და აგერ დადასტურდა კიდევაც კვლევების შედეგების მიხედვით, რომ მე მაჟორიტარების მიმართ ნდობის ამაღლებას ვუკავშირებ ზოგადად ბიძინა ივანიშვილის კოალიციის ლიდერობას. უცვლელი რჩება საგარეო პრიორიტეტებიც, თუმცა ერთი განსხვავებით. თუ ადრე გამოკითხულთა უმრავლესობა ჩრდილოელ მეზობელ საქართველოსთვის რეალურ საშიშროებად განიხილავდა, ნოემბრის გამოკითხვა აჩვენებს, რომ საზოგადოება რუსულ საფრთხეს გაზვიადებულად მიიჩნევს. მოსახლეობა რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას მიესალმება, მაგრამ არა ნატოსა და ევროკავშირის ხარჯზე. გარდამტეხი პერიოდი დგას ახლა ჩვენი საზოგადოებისთვის. საზოგადოების ნაწილმა ჯერჯერობით შეიცავს მხოლოდ დასავლური ფასეულობები, მაგრამ დიდი ნაწილი მაინც აცნობიერებს სულ იმას, რომ რუსეთი არის საფრთხე, რომელიც და არ წარმოადგენს მაინდამაინც კარგ პარტნიორს. და ამავე დროს ბუნებრივია საქართველოს საზოგადოებას გაცნობიერებული აქვს, რომ არა დასავლური დახმარება საქართველოს ძალიან გაუჭირდებოდა. კვლევის პოლიტიკური ნაწილის გამოქვეყნებას ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი 17 დეკემბერს გეგმავს. როდესაც შევხედავთ უფრო დეტალურ ახალ კვლევის იმ ნაწილს გაგაცნობთ, რომელიც მედიას ეხება, რომელ ტელევიზიას ენდობით და უყურებთ ყველაზე ხშირად. სანდობის თვალსაზრისით მეცხრე არხი რეიტინგში ისევ პირველ ადგილზეა. რეპორტაჟის ავტორი თამთა ჯანაძე გაგაცნობს ახლა კვლევის ამ შედეგებს, თამთა როგორ გადანაწილდა ტელევიზიებს შორის ადგილები. დიახ, NDA-ის კვლევა მედიის ნაწილში მეცხრე არხისთვის ნამდვილად სასიამოვნო აღმოჩნდა. გამოკითხულთა უმეტესობა უპირატესობას ანიჭებს, ინფორმაციას ძირითადად იღებს საზოგადოებრივი მაუწყებლისგან, რუსთავი 2-ისგან და ასევე მეცხრე არხისგან. ასევე ირკვევა, რომ ახალი ამბების გაშუქებაში მოსახლეობის ყველაზე დიდი ნდობით მეცხრე არხი სარგებლობს. მაყურებელს აქვე შევახსენებ აირაის მიერ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ კვლევას, სადაც ტელეკომპანია მეცხრე არხი ასევე მოწინავე პოზიციაზეა. თუმცა აქვე გეტყვით იმასაც, რომ ჩვენ სიხარულს ცოტა არ იყოს ცივი წყალი გადაასხა მედია ექსპერტმა ირაკლი ტაბლიაშვილმა. აჩეხა მეცხრე არხს ფიქრობ, რომ ის იმსახურებს საზოგადოების იმ ნდობას, ოღონდ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გარკვეული კონიუნქტურის გათვალისწინებით, საზოგადოების განწყობა მართლაც არის იმგვარი, რომ საზოგადოება ენდობა მოცემულ ეტაპზე არხს, რომელიც გამოხატავს ამჯერად უკვე პროსახელისუფლებო პოზიციას, ვისურვებდი, რომ ყველა არხი დამოუკიდებელი მედიის საშუალებები, კერძო მედიის საშუალებები, რასაკვირველია იყვნენ სუბიექტურები, იმიტომ რომ თლათ ობიექტური ჟურნალისტიკა ალბათ წარმოუდგენელია მით უფრო ამ გარემოში, მაგრამ მეტად პროფესიონალურები. და კიდევ ერთი დეტალი, რომელიც ასევე მედიას ეხება, მოსახლეობის უпростоრად გამოკითხულთა 67% მასტკერის გაგრძელების მომხრეა. გმადლობთ თამთა, IRA-ის უკაცრავად NDA-ის ახალი კვლევის შედეგები თამთა ჯანაძემ გაგვაცნო პირდაპირ ეთერში. თემა, რომელიც გუშინდელი ტრაგედიის შემდეგ აქტუალურია, სკოლებში სამედიცინო კაბინეტები აღარ არსებობს. ამ თემით მეცხრე არხი მას შემდეგ დაინტერესდა, რაც 59 სკოლაში პირველკლასელი მოსწავლე კალმის თავსახურის გადაცდენით დაიღუპა. აღმოჩნდა, რომ კრიტიკული სიტუაციების დროს სკოლებში არ არის ადამიანი, რომელიც მოსწავლეებს პირველად სამედიცინო დახმარებას გაუწევს. ოფიციალურად ექიმის კაბინეტი არ გაუქმებიათ, თუმცა ჩვენმა კორესპონდენტმა დღეს 2005 წელს განათლების მაშინდელი ministris მიერ ხელმოწერილი დადგენილება მოიპოვა. დოკუმენტში სკოლის საშტატო ერთეულებია გაწერილი, მაგრამ ჩამონათვალში არსად იძებნება ექიმის შტატი. ამ ბრძანების საფუძველზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2005 წელს ის შესაძლო ერთეულები გაწერა, რომლებიც სკოლების საშტატო განრიგში უნდა ყოფილიყო. დირექტორი, დირექტორის მოადგილე, ბუღალტერი, ადმინისტრატორი, ბიბლიოთეკარი, არ იძებნება ექიმი. განათლების მინისტრის მოადგილე და 42 სკოლის ყოფილი დირექტორი იხსენებს, რომ სამინისტრომ ექიმის შტატის სკოლებს 2010 წლიდან აღარ დაუმტკიცა. საფუძველი ფორმალურ ყოველ შემთხვევაში ის არსებობდა, რომ არ არსებობდა ექიმის კვალიფიკაციის ჩარჩო, ანუ ის სტანდარტი, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს სკოლაში მომუშავე სამედიცინო პერსონალი.
ამავე წელს სამინისტრომ მიიღო დადგენილება, სადაც სკოლების ავტორიზაციისთვის საჭირო სტანდარტებია გაწერილი. ერთ-ერთი პუნქტი სკოლებში სწორედ სამედიცინო პერსონალის არსებობაა. როდესაც ვთქვათ, ყურადღების მიღმა დარჩა იგივე ექიმი, ასე ვთქვათ, უგულებელყოფილი იქნა ეს ნორმა, რომელიც ადგენს, რომ უნდა იყოს დაცული, იგივე ეს დებულება, რომელიც განსაზღვრავს, რომ სკოლა არ ღვევს სტანდარტს და მან შეიძლება ავტორიზაცია ვერ გაიაროს, ვინაიდან ვთქვათ, მას არ ეყოლება შესაბამისი შტატი. მანდატური სამსახური სკოლებში 2010 წლის სექტემბრიდან ამოქმედდა. პირველადი სამედიცინო დახმარება მათ არ ევალებათ. აუცილებლობის შემთხვევაში მოსწავლეებს ვერავინ დაეხმარება. დღევანდელი მდგომარეობით მე შემიძლია გითხრათ, რომ მანდატურები ჯერჯერობით არ არიან მზად. სრულყოფილად არ არიან მზად იმისთვის, რომ აღმოუჩინონ ბავშვებს პირველადი დახმარება. აუცილებელია, რომ მასწავლებლებმა შეიცინონ გადაუდებელი პირველადი დახმარების ცოდნა და უნარები. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. აღნიშნულ საკითხს ეხმაურებიან სკოლების დირექტორები და მშობლები. ისინი სკოლაში ექიმის კაბინეტის აღდგენას ითხოვენ. ექიმის ინსტიტუტის სკოლაში აიგზავნა მანდატურის შემოსვლის შემდეგ, თითქოს მათ უნდა შეეთავსებინათ ეს ფუნქციები. მაგრამ მოხდა ისე, რომ რეალურად ვერ შეითავსა მანდატურმა ეს ფუნქცია. ვფიქრობ, რომ აუცილებელია გამოიყოს სახსრები და იყოს ეს შტატი სკოლაში, ექიმის შტატი, იმიტომ რომ ბავშვები იყვნენ უფრო უსაფრთხოდ. თუმცა არის რამდენიმე სკოლა, სადაც ექიმის კაბინეტი დირექტორების ინიციატივითა და სკოლის ხარჯით მოქმედებს. სკოლას ამ წუთში ყავს ექიმი და ეს უკვე ჩვეულებრივად სასწავლო წლის დასაწყისიდან ჩვენ მხოლოდ დებულების საფუძველზე რომ რაღაც შეგვემუშავებინა სამედიცინო პუნქტის დებულება და რაღაც ნაწილობრივი პასუხისმგებლობები მორიგეობის თვალსაზრისით გადაგვენაწილებინა პედაგოგებზე შეუძლებელი იყო. განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ სკოლაში სამედიცინო პერსონალის არსებობა უსაფრთხო სკოლის ერთ-ერთი კომპონენტია. სწორედ ამიტომ სამინისტრო ამ მიმართულებით კონკრეტულ ღონისძიებებს უკვე გეგმავს. ცვლილებები ამოსალოდნელი სკოლის მანდატურების მუშაობაში. კვირის ბოლოს პარლამენტი განათლების სამინისტროს მიერ მომზადებულ კიდევ ერთ კანონპროექტს განიხილავს. თუ პროექტი დამტკიცდება, მანდატურებს უფლებები შეეკვეცებათ. კერძოდ, ვეღარ ჩაერევიან სკოლის შინაგანაწილში და დაგვიანების ან გაკვეთილების გაცდენის შემთხვევაში მასწავლებლებს ოქმებს აღარ გამოუწევენ. კანონში ცვლილება პედაგოგებისა და მშობლების მოთხოვნით შედის. მანდატური ლაშა 151 სკოლაში 2 წელზე მეტია მუშაობს. მანდატურის ფუნქციების ცვლილებებს დადებითად აფასებს, მაგრამ მიიჩნევს, რომ ცვლილებამ შესაძლოა სკოლაში დისციპლინის ხარისხი შეასუსტოს. ის რომ მასწავლებლების ჟურნალების შემოწმება არ მიდის, ის რომ რაღაცებს ჩვენ ვეღარ ვამოწმოთ, არ ვიცი ეს. ალბათ რაღაცა დროის შემდეგ გამოჩნდება. იყო გამართლებული ამის შემოწმება თუ არ იყო, მე მაინც მგონია რომ რაღაც კომპეტენციები ის რაც მასწავლებლებს ეხებოდა და უნდა ეკონტროლებდეს სკოლის დირექციას, არანაირი პრობლემა. ცვლილების თანახმად მანდატურს უფლება აღარ აქვს პედაგოგს გამაფრთხილებელი ოქმი გამოუწეროს, სასკოლო ჟურნალის შევსებაში ჩაერიოს და სამეურვეო საბჭოს დაესწროს. რატომაც უფრო დაძაბული მდგომარეობა იყო იმ მხრივ, რომ მშობლებიც და ეს მასწავლებლებიც განიცდიდნენ ესეთ შემოწმებებს. გარდა ამისა, მანდატურს ეკრძალება მშობლის, მასწავლებლის ან სკოლის დირექტორის გარეშე მოსწავლის გაჩხრეკა. შეიცვალა მანდატურის აღჭურვილობაც. ამიერიდან მის მფლობელობაში მხოლოდ რაცია და მეტალოდეტექტორია. რომ მე თავისუფლებას რა თქმა უნდა გვაძლევს მოსწავლეებს, თუმცა ყველაფერი უნდა იყოს კანონის ფარგლებში. ამ ცვლილებების შესახებ საზოგადოებისთვის დღეს გახდა ცნობილი. განათლების მინისტრის მოადგილის თქმით, სიახლე სკოლაში საზოგადოების დაკვეთას პასუხობს. თავისთავად ცხადია, ჩვენ ვახდენთ რეაგირება საზოგადოების ყველაზე მძლავრ დაკვეთაზე, რომ მოხდეს სასკოლო სისტემის და ზოგადად განათლების სისტემის დეპოლიტიზაცია. ესე იგი დარღვევაზე მასწავლებლებს აღარ დაუწერენ მანდატურები ოქმებს, ერთ-ერთ შემთხვევაში მოხდება მხოლოდ ოქმის დაწერა თუ მასწავლებლები ჩაიდენენ სისხლის სამართლის დანაშაულს ან იქნება ადგილი ბავშვის ფიზიკურ შეურაცხყოფას ან რა უფრო რაიმე უფრო მძიმე დანაშაულს. საგანმანათლებლო სფეროში ცვლილებას პარლამენტი მიმდინარე კვირაში განიხილავს. სახეცვლილი კანონი დამტკიცებისთანავე შევა ძალაში. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში. ჰილარი კლინტონის მოადგილის რიგით მეორე ვიზიტი თბილისში თომას მელიადილიდან ოფიციალურ შეხვედრებს მართავს. დიპლომატი უკვე ესაუბრა პრემიერ-მინისტრს, მთავარ პროკურორს, იუსტიციის მინისტრსა და არასამთავრობო სექტორს. დაგეგმილია ასევე აუდიენცია პრეზიდენტთან. ცოტა ხნის წინ მელია ჟურნალისტებს შეხვდა და ვიზიტის პირველი ნაწილი შეაჯამა. პრესკონფერენციაზე მელიას იმ წერილზეც კითხეს, რომელიც ამერიკელმა სენატორებმა ბიძინა ივანიშვილს გამოუგზავნეს და მიმდინარე დაპატიმრებებზე შეშფოთება გამოთქვეს. პასუხი ჩვენმა კორესპონდენტმა დათო ახვლედიანმა მოისმინა, რომელსაც ახლა პირდაპირ ეთერში ჩავთავთ. დათო, რა თქვა კლინტონის მოადგილემ წერილის შეფასების დროს?
დიახ, თამთა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ თომას მელიამ პრესკონფერენცია შეერთებული შტატების საელჩოში გამართა. ჟურნალისტების ერთ-ერთი კითხვა სწორედ ამერიკელი სენატორების მიერ გამოგზავნილ ბიძინა ივანიშვილისადმი გამოგზავნილ წერილს შეეხებოდა, რომლის თანახმად ისინი შეშფოთებას გამოხატავენ საქართველოში განხორციელებულ დაკავებებს და სასამართლო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. მე შეგახსენებთ, რომ პრესკონფერენციამდე თომას მელია შეხვდა საქართველოს გენერალურ პროკურორს არჩილ კბილაშვილს და იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს, რომლებმაც შეეცადნენ თომას მელიასთვის აეხსნათ რეალური ვითარება და დაარწმუნეს იგი, რომ საქართველოს სასამართლო ხელმძღვანელობს მხოლოდ კანონის უზენაესობით. თომას მელიამ, როგორც თავის პრესკონფერენციაზე როგორც აღნიშნა, ის უკვე მომავალ კვირას სენატორებს მიაწვდის განახლებულ ინფორმაციას. ჩვენ მოუწოდეთ ახალ მთავრობას მკაცრად გააკონტროლონ გამოძიებისა და ბრალის წარდგენის პროცესები, რაც წინა მთავრობის წარმომადგენლებს უკავშირდებათ. მიგვაჩნია, რომ მთავრობა გვისმენს და ამ პროცესს დიდი ყურადღებით ეკიდება. იუსტიციის მინისტრმა და გენერალურმა პროკურორმა დაგვიდასტურეს, რომ გამოძიებისა და სასამართლოს წარმართვისას უმაღლესი სტანდარტები უზრუნველყოფილი იქნება. ამ პროცესებზე დაკვირვებას განვაგრძობთ და ამერიკის შეერთებულ შტატებში დაბრუნებისას სენატორებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე განახლებულ ინფორმაციას მივაწვდი. დათო დღეს წერილთან ერთად მელი ასევე ესაუბრა არასამთავრობო სექტორსაც და როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ერთ-ერთი მთავარი თემა იყო უმცირესობების პრობლემები საქართველოში. საინტერესოა, როგორი იყო სახელმწიფო მდივნის მოადგილის პოზიცია ამ ხრივ არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით. დიახ, თამთა თომას მელიას მიაწოდეს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა ინფორმაცია. კერძოდ ერთ-ერთი ინფორმაცია შეეხებოდა ცოტა ხნის წინ რელიგიურ ნიადაგზე მომხდარ დაპირისპირებას. თომას მელიამ ყურადღებით მოისმინა ეს ინფორმაციები, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში საბოლოო ჯამში დამკვიდრდება ინკლუზიური დემოკრატია და ასეთ ფაქტებს ადგილი მეორედ აღარ ექნება. ტოლერანტობა მრავალფეროვნებისადმი დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელია. იყო გარკვეული ინციდენტები, დაძაბულობა და ძალადობა რელიგიურ თუ სხვა უმცირესობებთან დაკავშირებით. ჩვენ პოზიტიურად მივიჩნევთ პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომელიც ეხებოდა უმცირესობების შემწყნარებლობით მიღების აუცილებლობას. ეს იმედის მომცემი განცხადებაა და ვიმედოვნებთ, რომ ამას ყველა პოლიტიკოსი გაითვალისწინებს, რადგან უმცირესობის მოსაზრებებიც მნიშვნელოვანია. ჩვენ პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაცია და სახელმწიფო დეპარტამენტი ადამიანის უფლებებს აღვიქვამთ ინკლუზიურ პროცესად, სადაც გათვალისწინებთ იქნება როგორც სექსუალური, ასევე რელიგიური უმცირესობების მოსაზრებები. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოში იქნება ინკლუზიური დემოკრატია. სახელმწიფო მდივნის მოადგილემ თომას მელიამ უკვე გამართა შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან და ამ შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა გააკეთა განცხადება. თული პროცესი, რაც არსებობდა დასაწყისში, მე მგონი, რომ გადავიდა უფრო მარტივ ფორმაში. მეტი გაგება დღეს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, ამერიკის ადმინისტრაციიდან და ევროპიდანაც. ჩვენ ვისაუბრეთ ამერიკა საქართველოს ურთიერთობებზე. მე კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადე ყველა იმ დახმარებისათვის, რასაც ჩვენ ღებულობთ. მე შეგახსენებთ, რომ ეს თომას მელიას მეორე ვიზიტია, ის იმყოფებოდა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე საქართველოში 3 კვირით ადრე, ხოლო ამ მიმდინარე ვიზიტისას ის ასევე შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს. თომას მელიას მეორე ვიზიტი საქართველოში დათო ახვლედიანი საუბრობდა თემაზე პირდაპირ ეთერში. ახლა კი გაგაცნობთ წერილს, რომელიც სენატორებმა საქართველოს პრემიერს გამოუგზავნეს. ავტორები არიან ჯონ მაკეინი, ჯინ შეინი, ჯო ლიბერმანი, ჯეიმს რიში და ლინცი გრეჰემი. გამოცემა Foreign Policy-ში გამოქვეყნებულ მიმართვაში ნათქვამია. დღეს ჩვენ ვწერთ მზარდი შეშფოთებით იმის ალბათობაზე, რომ ეს ქმედებები შესაძლოა იყოს პოლიტიკურად მოტივირებული და არჩევნების შემდგომ პერიოდში ქულების დასაწერად მიმართული. განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო თქვენი საგარეო საქმეთა მინისტრის კომენტარები, რომ საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნები კრიმინალები და დამნაშავეები არიან. დანაშაული და უდანაშაულობა უნდა განისაზღვროს მიუკერძობელი სასამართლოს მიერ და საპირისპირო ძირს უთხრის კანონის უზენაესობას. მოგიწოდებთ თქვენმა ადმინისტრაციამ გააკეთოს ყველაფერი, რათა არიდებული იყოს აღქმაც კი იმისა, რომ ყოფილი ხელისუფლების წევრების მიმართ შერჩევითი სამართალი გამოიყენება. წერენ სენატორები ბიძინა ივანიშვილს. მიმართვას, სადაც მიმდინარე დაპატიმრებებზე სენატორები შეშფოთებას გამოთქვამენ, უკვე მოხდა რეაქციები თბილისში. შეიძლება ადამიანთა ჯგუფს უცხოეთში, ასევე საქართველოში გაუშვით გარკვეული შეკითხვები, ჩვენ მზად ვართ მათ მივაწოდოთ ნებისმიერი განმარტება, ნებისმიერი სახით. ის მტკიცებულება რაც ჩვენ გაგვაჩნია,
და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მათ ეს შეშფოთება, მათ ეს შეკითხვები დაუყოვნებლივ მოიხსნებათ. ესენი არიან საქართველოს გულშემატკივარნი და ეს არაერთხელ დაუმტკიცებია და მე ვფიქრობ, რომ ეს სიმწვავეც არის გულშემატკივრობით გამოწვეული იმისათვის, რომ საქართველოს იმიჯი არ შეილახოს, მას კონდეს კარგი სახელი სოფლიოში, მას შეეძლოს პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, განხორციელება ევროკავშირთან, უფრო მეტი დაახლოების ნატოს ამოცანის გადაჭრა და ეკონომიკური განვითარება. აზრი იმის შესახებ, რომელიც არსებობს საზოგადოების მცირე ნაწილში, პოლიტიკურად მოტივირებულ ნაწილში, რომ ეს არის პოლიტიკურად განხორციელებული დაკავებები, იქნეს გაქარწყლებული და შესაბამისად ჩვენს პარტნიორებს, კოლეგებს, მეგობრებს საზღვარგარეთ მიეწოდოს სრული ინფორმაცია და არა მხოლოდ ერთი ნაწილისა, რომელიც ქართულ საზოგადოებაში შეიძლება არსებობდეს. ერთი წლით გადაოდებული ტექდათვალიერება მანქანები ტექნიკურ შემოწმებას 2014 წლის 1 იანვრიდან გაევლიან. ასეთია შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილება. ერთ-ერთ მიზეზად შესაბამისი სადგურების მოუმზადებლობა სახელდება. ვადის გახანგრძლივების მიუხედავად მძღოლების დიდი ნაწილი ტექნიკური შემოწმებისთვის მზად მაინც არ არის. მოკდა ბებერია უკვე ბებერია რა უკნა აპაზმა რა უყო ეს არის ჩემი ყველაფერი და 55 წლის ამირან გიორგაძე უკვე 20 წელზე მეტია ოჯახს მძღოლობით არჩენს. მიუხედავად იმისა, რომ ავტომანქანების ტექდათვალიერების საკითხი ერთი წლით გადაიდო, ეს თემა ბევრი ავტომობილისტვის პრობლემად რჩება. იმის გამო რომ საქარემინა გაბზარულია და ცოტა ბორბლის პროტექტორი დაბალია ტახასმოს არ გამიტარებენ, ესე იგი ვერ გამოვალ სამუშაოდ და ჩემნაირადაა ყველა. იმას რომ საქართველოში ავტომანქანების დიდი ნაწილი ტექნიკურ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, ავტოხელოსნები ადასტურებენ. ხშირად მოდიან რაღაც ძირითადად ძველი მანქანები, ახალი მანქანები, სადაც მეორადი მანქანები ჩამოყავთ ძირითადად, ხო? ტექნიკურად გაუმართავი ავტომანქანები და ტოქსიკური გამონაბოლქვი. ტექდათვალიერების აუცილებლობაზე ამირან გიორგაძის მგზავრებით საუბრობენ. რა თქმა უნდა, დიდი დისკომფორტია, როცა გატეხილი სკამი მუხლებზე დაგეცემა ან რაღაც მსგავს. ავტომობილებზე სავალდებულო ტექდათვალიერება 2004 წელს პრეზიდენტის ინიციატივით დროებით გაუქმდა. მაშინ საგზაო უსაფრთხოების შესახებ კანონში გაკეთდა ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც ავტომანქანების ტექდათვალიერება 2013 წლის 1 იანვრიდან უნდა განახლებულიყო. რამდენად საფრთხეს შეიცავს თქვა ის როგორც იყო ადრე თქვა ფულის კეთების კორუფციის საშუალება, ის რაც აქვს საზოგადოებას ჩანერგილო. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თუკი ეს ტექდათვალიერება იდეაში ეს ასეც უნდა იყოს. დელეგირებული იქნება სახელმწიფოს რეგულირების ეს პატარა მექანიზმი კერძო სექტორში და ეს ასეც არის, ხო? კორუფციაზე საუბარი უბრალოდ ზედმეტია. ტექნიკური დათვალიერების საკითხი 2014 წლის 1 იანვრამდე გადაიდო. ამირან გიორგაძის ავტომანქანას მინიმუმ 1 წელი არ მოუწევს სავალდებულო ტექდათვალიერების გავლა. სოციალურად დაუცველი 60-მდე ოჯახი საკუთარ პრობლემას ჯანდაცვის მინისტრთან გაარკვევს. ასეთია წინადადება, რომელიც უმწაოებს დღეს პრემიერმა შესთავაზა. ბიძინა ივანიშვილი უსახლკარო მოქალაქეებს საკუთარ ბიზნეს ცენტრთან შეხვდა. საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებსაც ბოლო ერთი თვეა თბილისის ჯანდაცვის ობიექტები თვითნებურად აქვთ დაკავებული. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრიდან რამდენიმე საათში სოციალურად დაუცველები ჯანდაცვის მინისტრმა მიიღო. გადაწყვეტილებები და შეღავათები განცესდეს ყველა არ დადგება. ესე არ გამოვა. არასაკმარისი ფინანსური რესურსის გამო სოციალურად დაუცველი ფენების ბინათმოწყობის პრობლემა მთავრობის პრიორიტეტი ჯერ ვერ ხდება. ადმინისტრაციული ხარჯებისგან გათავისუფლებული ფული ხელისუფლებას პირველი რიგის სოციალური ვალდებულებებისთვის სჭირდება. ძალიან გთხოვთ, გაითვალისწინეთ თქვენ შედით მდგომარეობაში, ჩვენ მაქსიმალურად განვიცდით თქვენ მდგომარეობას და მაქსიმალურად ვცდილობთ, მაგრამ ასე ძალადობით არ გამოვა, რომ როგორც მოუნდება თვითეულს და თვითეული გადაწყვეტავს, რომ ღამე გაათიოს და მან მიიღოს პირველ რიგში. ყველას ვერ ვწდებით ჩვენ. ჩვენ ვცდილობთ პრიორიტეტები სწორედ გადავანაწილოთ. პირველ რიგში დავეხმაროთ მას, ვისაც უფრო მეტად უჭირს. დავეხმაროთ სხვასაც და მთლიანად გავანაწილოთ ის, რაც აგვაქვს ჩვენ შესაძლებლობა. ყველაზე გადავანაწილოთ პრიორიტეტების მიხედვით. თქვენ ამ პრიორიტეტებს ასეთი წესით ნუ დაარღვევთ, ძალიან გთხოვთ. თბილისის მერიაში მიღებული უარის შემდეგ მოთხოვნის დაკმაყოფილება რამდენიმე მოქალაქემ პრემიერ-მინისტრის ბიზნეს ცენტრთან აქციით სცადა. სოციალურად დაუცველები მთავრობისგან შეთავაზებული ბინისკირის გადახდაზე უარს აცხადებენ და მუდმივ საცხოვრებელს ითხოვენ. აქციის მონაწილეები ამტკიცებენ, რომ მძიმე პირობებში ბინების შესაძენად გამოყოფილი 70 მილიონი ლარის მერიის მიერ გახარჯვის გამო აღმოჩნდნენ.
ჩვენ საქართველოს პრეზიდენტმა ძაღლად არ ჩაგვაგდო, მერეამ ძაღლად არ ჩაგვაგდო და პირადად მე გპირდებით. მე მივიყვან იმ საქმეს ბოლომდე რომ უგულავა, კაცარავა იყოს დასჯილი. უბინაო მოქალაქეებს პრემიერი პრობლემის მოგვარებას მოლაპარაკების გზით სთავაზობს. მისივე ინიციატივით სოციალურად დაუცველ ოჯახებს სოციუზრუნველყოფისა და ჯანდაცვის მინისტრი შეხვდება. უბინაოთა მოთხოვნა შენობის დროებით სარგებლობაში დატოვება და ელექტრომომარაგების აღდგენა იქნება. ჩვენ ვთხოვთ ძველ მთავრობას, ვინც მოგვანიჭან სოციალური დაუცველის დაბალი ქულები, ჩვენაკად ვისაც გვეკუთვნის, მოგცენ ეს ფართი, პროცეს შუქი შემოგვიყვანა, მეტი არაფერი ჯერჯერობით. ვინც ქირი ცხოვრობს, ქირი წავიდეს და იცხოვროს. ჩვენ არ გვიდა ქირა. კი ბატონო, საცხოვრებელი, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ის ქირა რაღაც გარკვეული დროის შემდეგ ჩვენ არ ვიცით ის როგორ გადაწყდება და რანაირად იქნება და როგორ შეიცვლება, არ ვიცით. უბინაოთა საკითხის განხილვისას პრემიერ-მინისტრს სხვა ინიციატივაც აქვს. საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება შეიძლება ოჯახების სულადობის მიხედვით მოხდეს. პრემიერი განმარტავს, რომ გრადაციის პრინციპით ბინათმოწყობის პერსპექტივა მინისტრთა კაბინეტმა უნდა განიხილოს. წითელი ჯვრის ქართული წარმომადგენლობა შესაძლოა სკანდალში გაეხოს. იურისტების სათაო ოფისში საგანგებო მიმართვას აგზავნიან. მიზეზი სოციალურად დაუცველი ოჯახია, რომელიც ჰუმანიტარული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ბინიდან გამოასახლეს. რუსთავში მდებარე საცხოვრებელი სახლი წითელი ჯვრის ოფისის საკუთრება იყო, თუმცა იურისტები ამტკიცებენ, რომ გასახლებით ორგანიზაციამ საერთაშორისო დონეზე აღიარებული წესდება დაარღვია. თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ჯალიაშვილები რუსთავში დროებით ნათესავს შეეკედრნენ. ოჯახი მძიმე სოციალურ პირობებში ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ცხოვრობს. თავად ოჯახის უფროსი კი შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა. მე მარტო ერთი პენსია მაქვს 70 ლარი. და ახმარება 100 ლარი. აი მაგით მე როგორ შემიძლია ვცხოვრო? ხო შეიძლება. ჩვენ კი წამოვეთავე. ჩვენ ცოლი ძმასთან დროებით ვითოვნეთ იმანა. როდემდე ვიქნები და სადამდე არ ვიცი. ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ რუსთავში 4 ბინა რუსთავის მოხუცთა პანსიონატის ბენეფიციარების გარდაცვალების შემდეგ ანდერძის საფუძველზე მიიღო. ჯალიაშვილების ადვოკატი აღნიშნულ ქონებაზე საკუთრების უფლებას ეჭქვეშ აყენებს. ის წითელ ჯვარს საერთაშორისოდ აღიარებული წესდების დარღვევაშიც ადანაშაულებს. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ დაარღვია საერთაშორისო წითელი ჯვრისა და ნახევარმთვარის ფუნდამენტური ჰუმანურობის პრინციპი და რუსთავში ჯალიაშვილების ოჯახი თავიანთი განცხადების საფუძველზე პოლიციის ძალით გამოასახლეს ბინიდან. ცოტა საეჭვოა სასამართლოს მხრიდან როგორ მოხდა მემკვიდრეობის მიღება. ანუ სასამართლომ იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი დაადგინა აღნიშნულ ბინაზე. ყველანაირი სამართლებრივი ნორმის დაცვის საფუძველზე მოხდა, მაგაზე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ამას. ანუ არანაირი კანონდარღვევა, არანაირი თქვათ რაღაცა ვადების გაშვება, ზოგ ერთ შემთხვევაში დაგჭირდა სასამართლო, ანუ რამოდენიმე ბინაზე საუბარი და ერთ შემთხვევაში სასამართლო მიიღო გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ნოტარიუსმა ვეღარ გასცა საახსრულებო ფურცელი, მაგრამ სასამართლომაც კანონიერ მესაკუთრად ცნო საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ამბობენ, რომ მესაკუთრეს თავისი ქონების განკარგვის უფლება აქვს, თუმცა სოციალურად დაუცველთა გასახლებით ორგანიზაცია ჰუმანურ პრინციპებს ეწინააღმდეგება. სამართლებრივი კუთხით ეს რა თქმა უნდა წითელი ჯვრის საკუთრებაა და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე ჰქონდათ მათ ამის უფლება, რომ კანონმდებლობის შესაბამისად გამოესახლებინათ, მაგრამ წმინდა ჰუმანურობის პრინციპებიდან გამომდინარე და იმ პრინციპებიდან რაც მათ წესდებაშია აღნიშნული, ვფიქრობ, რომ არაჰუმანური ნაბიჯი იქნა გადადგმული. ჯალიაშვილების ადვოკატი წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციას წერილობით მიმართავს და ქართული წარმომადგენლობის საქმიანობის შესწავლას თხოვს. და კიდევ ერთი სპორტული სიახლე მატჩი დიპლომატების მონაწილეობით შევარდენის სარაგბო ბაზაზე დღეს ამხანაგურის შეხვედრა შედგა, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას მიეძღვნა. ამ მიმართულებით საქართველოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და რაგბის კავშირი უკვე მესამე წელია თანამშრომლობენ. დიპლომატების გვერდით დღეს ასევე მოედანზე საქართველოს ნაკრების წევრებიც თამაშობდნენ. რაგბი რომ ცხოვრების წესია და არა მხოლოდ სპორტის სახეობა, თავად მორაგბეები ამას დიდი ხანია იმეორებენ, მაგრამ ბევრისთვის ის მაინც ზედმეტად ძალადობრივ და უხეშ თამაშად რჩება. მიუხედავად ამისა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს ქალთა წინააღმდეგ ძალადობასთან ბრძოლაში სწორედ მორაგბეები ჩაერთოთ. ევროკავშირის მისიისა და რაგბის კავშირის პროექტი რამდენიმე წელია მიმდინარეობს. დღეს კი მის ფარგლებში შევარდენის ბაზაზე ამხანაგური მატჩი გაიმართა. მე მგონი აი ასეთი სპორტსმენების მხრიდან წამოსული მესიჯები არის გაცილებით უფრო ეფექტური და საზოგადოების მიმღებლობა უფრო მაღალია, ვიდრე როდესაც ამას თქვათ ამბობს იგივე საერთაშორისო ორგანიზაცია ან არასამთავრობო ორგანიზაცია. ჩვენთვის პატივია ეგეთ სოციალურ პროექტებში მონაწილეობა და ჩვენი ხმის ამაღლება
და ხალხისთვის თქმა რომ ჩვენთვის საერთოდ მამაკაცისთვის ნებისმიერს მიუღებელია ხალხზე ძალადობა. ერთი გუნდი ქართველებისგან დაკომპლექტდა. მოყვარულ და ვეტერან მორაგბეებთან ერთად მოქმედმა ბორჯღალოსნებმაც ითამაშეს. მეორე გუნდში კი ევროკავშირის მისიის, საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები გაერთიანდნენ. ჩვენ ქალთა დაცვას ვემსახურებით და ყოველთვის ქალების გვერდზე ვიქნებით ნებისმიერ გასაჭირში და ვეწინააღმდეგებთ ქალის მიმართ ძალადობას. კარგია რომ ეროვნული ნაკრების მოთამაშეები ამ მოძრაობის სახეს წარმოადგენენ. მნიშვნელოვანია რომ ასეთი სუპერ მაჩო ბიჭები საჯაროდ აცხადებენ რომ ქალზე ძალადობა სულაც არაა მაჩოს საქციელი. მიუხედავად იმისა რომ მოედანზე მყოფთა დიდი ნაწილი რაგბის პირველად თამაშობდა მატჩი მაინც ლაღი და სახალისო გამოვიდა. თუმცა შეხვედრის მთავარი მიზანი სულ სხვა იყო. საზოგადოებამდე იმ გზავნილის მიტანა რომ ქალზე ძალადობა არა აღირსეული საქციელი. 21 საუკუნეში ესეთი პრობლემები უკვე აღარ უნდა დგებოდეს და ჩემი აზრით ეს ბოლოს მიუღებელია და ჩვენ ყველა რეგბისტები ამას გვერდზე უდგევართ. როგორც ნახეთ, თამაშობდნენ როგორც მოქმედი პროფესიონალები, ესევე ადამიანები, რომლებსაც პირველად ეჭირათ ბურთი ფაქტიურად ხელში. ეგიდით უფრო მეტი ივენთები უნდა ჩატარდეს, როგორც თამაში, ასევე შეიძლება სხვა იდეების მოფიქრება. მორაგბეებისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლობა გრძელდება. ამ თემატიკით დაინტერესებულ ადამიანთა აზრით კი ამ ურთიერთობის ერთ-ერთი მთავარი ღირსება ისაა, რომ ქალთა მიმართ ძალადობაზე მხოლოდ ქალები აღარ საუბრობენ. და გამოშვების ბოლოს 12 დეკემბერი მსოფლიო დედამიწის დღეა. თარიღისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ღონისძიებას ქართველი დოკუმენტალისტები უკვე მეორედ შეუერთდნენ. ერთი დღე დედამიწაზე ეს არის უპრეცედენტო საერთაშორისო პროექტი, რომლის ფარგლებში მსოფლიოს ყველა კუთხის პროფესიონალი და მოყვარული დოკუმენტალისტები ფილმებს იღებენ და საკუთარი ქვეყნის ერთ დღეს აღწერენ. დოკუმენტალისტებთან ერთად დედამიწის დღე თბილისში სხვადასხვა პროფესიის ადამიანებმაც აღნიშნეს. Argentina, and I am participating in One Day on Earth from the South Pole. გლობალური ვიდეო პროექტის ვებგვერდზე ამ დროისთვის უკვე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 34000-ზე მეტი მონაწილეა დაფიქსირებული. 12-12-12-ის პირველი ვიდეო მასალა კი ახალმა ზელანდიამ ატვირთა. საერთაშორისო პროექტის ფარგლებში კონკრეტული ქვეყნის ერთი ჩვეულებრივი დღის შესახებ გადაღებულ სიუჟეტზე იქმნება დოკუმენტური ფილმი ერთი დღე დედამიწაზე. პროექტში უკვე მეორე წელია გაეროს განვითარების პროგრამა ჩაერთო. ძალიან საინტერესო პროექტია. პირველად 2010 წლის 10 ოქტომბერს ჩატარდა. ანუ მაშინ 10-10-10 იყო. ფილმი ძალიან მრავალფეროვანი გამოვიდა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კადრების ხილვა 1 საათნახევრიან დოკუმენტურ ფილმში არაჩვეულებრივი იყო. ყოველთვის ვცდილობთ მსგავს პროექტებს მხარი დავუჭიროთ, რათა მსოფლიომ შეიტყოს ქართული კულტურის შესახებ. შარშანაც გადავიღეთ ფილმი, რომელიც პანკის ეხებოდა. მიხარია, რომ წლევანდელ პროექტში სტუდენტები მონაწილეობენ. ინიციატივას წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებიც გამოეხმაურნენ. სანდრო გაბისონია დილიდან ცდილობდა ილიას უნივერსიტეტის ერთი დღე ფირზე აღებეჭდა. 24 საათს ვიღებთ რაღაც ყოველ დროით მონაკვეთზე. ტაიმკოდი ექნება მითითებული ყოველ კადრს, ანუ რომელ საათზე რა ხდება. წინის მაღაზიაში გადავიღეთ აქ ლიგამუსში ჩვენთან. თეატრში უნდა გადავიღოთ ილიონის თეატრში. დამონტაჟებულ ვიდეო ჩვენი ამ საღამოზე გამოსვლის ამბავი და დღეს ერთად შევიკრებით და იმედი გვაქვს მომავალშიც ესე ერთად გუნდურად ვივლით და გავმართოთ და ჩავატარებთ საღამოს. და რა ვიცი, ალბათ საკმაოდ საინტერესო საღამო შემოგთავაზებთ, ვინაიდან თითოეულ ჩვენგანი განსხვავებულ სტილში წერს, განსხვავებულ პოეზიაზე წერს და განსხვავებულ თემატიკაზე. ამ უჩვეულო თარიღის აღსანიშნავად კაფე ვევენდოში პოეზიის საღამო ცოცხალი მუსიკის ფონზე გაიმართა. ეს ერთგვარი ხელშეწყობა ჩვენი მხრიდან, რომ მათი შემოქმედება გახდეს ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის. თარიღი, რომლის უნიკალურობაც მსოფლიომ პირველად 3 წლის წინ აღმოაჩინა, მომავალ წელს აღარ იქნება. 2012 წლის ფილმის ერთი დღე დედამიწაზე პრემიერა კი 2013 წელს იგეგმება. გამოშვების დასრულების სანავე თქვენ ეკაბერდის მთავარი კითხვა გელოდებათ, ვინ იქნებიან გადაცემის სტუმრები დღეს ამას ეკა თავად გვეტყვის ეკა საღამომშვიდობისა. საღამომშვიდობისა. რა როლი ითამაშა მედიამ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში და რატომ არ დაემთხვა NDI-ის ბოლო კვლევისა და საპარლამენტო არჩევნების შედეგები? მთავარ კითხვას ლუის ნავარო უპასუხებს. მანამდე რა იყო ქართული ძეგლების აღდგენის თაობაზე თურქეთთან მოლაპარაკების შეჩერების მიზეზი? მარინე მიზანდარი. გადაცემის ბოლოს რატომ შეშფოთდნენ ამერიკელი სენატორები საქართველოში მიმდინარე პროცესების გამო? იანთაძე იქნება ჩვენი სტუმარი. გმადლობთ ეკა, მთავარი კითხვის ანონსი ეკაბერიძემ გაგვაცნო. ასეთი იყო დღის მთავარი თემები საღამოს 9 საათზე. მე ხვალამდე დაგემშვიდობებით, მეცხრე საინფორმაციო სამსახური კი მუშაობას ხვალ დილიდან განახილავს.